ბერლინალეს ევროპული კინოს ბაზრობაზე დღეს ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის სახელწოდებით მთვარე მამა ჩემი კინოჩვენება გაიმართება. ევროპული კოპროდუქციის ნახვის შესაძლებლობა მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს ექნებათ კინოცენტრი ევროპული კინოს ბაზრობაზე წელსაც ტრადიციულად საქართველოს ეროვნული პავილიონითაა წარმოდგენილი. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს ლოკარნოს, კარლოვი ვარის, შანხაის, ვენეციის, ანესისა და სხვა მასშტაბური საერთაშორისო ფესტივალების წარმომადგენლებთან მართავს. გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი აზერბაიჯანის კინოს სააგენტოსთანაც. ეროვნული კინოცენტრი წარმოდგენილია ტრადიციულად ეროვნული პავილიონით ბერლინის 76-მე კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ კინობაზრობაზე. დაგეგმილია 60-ზე მეტი შეხვედრა ისეთ მნიშვნელოვან კინოფესტივალებთან, როგორიც არის ლოკარნოს, კარლოვი ვარის, შანხაის და ანესის ფესტივალებთან. ასევე ჩვენს პროდიუსერებს ეძლევათ შესაძლებლობა შეხვდნენ ევროპელ კოპროდიუსერებს და გააცნონ თავიანთი პროექტები. ჩვენ წლებია თანამშრომლობთ ქართული ანიმაციის პროფესიონალებთან. საქართველოს აქვს ანიმაციის დიდი ისტორია და ჰყავს ძალიან ნიჭიერი პროფესიონალები, რომლებიც ყოველ წელს არიან წარმოდგენილი ანესის ფესტივალზე. მათი დასწრება ფესტივალზე და ურთიერთობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის და მომავალში არაერთი საინტერესო ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად. ქართველ მეგობრებთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რისთვისაც ბოლო რამდენიმე თვე აქტიურად ვემზადებოდით. ფიქრობთ, რომ ეს იქნება რეალური სამუშაო შეთანხმება და საწყისი ეტაპი ერთობლივი პროექტების და კოპროდუქციის განსახორციელებლად.